გამარჯობა, ეს არის Lowlex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შუალედური აკრძალვის ორდერებზე, ანუ უსამართლობის სწრაფ შეჩერებაზე. ხშირად სასამართლო პროცესამდე ლოდინი უკვე ძალიან გვიანია. შუალედური აკრძალვის ორდერით შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ მეორე მხარე. ეს შეიძლება იყოს კონკურენტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის არასწორი გამოყენების თავიდან აცილება, ან კომპანიის თანამშრომლის მიერ კლიენტის გადაბირების შეჩერება, ან თუნდაც ხელშეკრულების დარღვევის შეჩერება. აკრძალვის ორდერი პროცესამდე ინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას, მაგრამ მოთხოვნა მკაცრია. თქვენ აუცილებლად უნდა დაანახოთ, რომ არსებობს სერიოზული საკითხი განსახილველად, რომ ზარალის ანაზღაურება მარტო საკმარისი არ იქნება და რომ მოხერხებულობის ბალანსი უფრო მეტად ორდერის გასაცემად იხრება. აკრძალვის ორდერის დარღვევა ნიშნავს სასამართლოს არაპატივისცემას, რის გამოც ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს. ეს არის სწრაფი და ძლიერი სამართლებრივი საშუალება. თუმცა, სასამართლოების სიზუსტეს ელიან. არასწორად გამოყენებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიწვიოს და თქვენ თავად გახდეთ ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი. გჭირდებათ სასწრაფო დაცვა თქვენი ბიზნესისთვის ან ქონებისთვის? დაუკავშირდით Lowlex Solicitors, დაუყოვნებლივ. ჩვენ შევაფასებთ თქვენს საქმეს და დაგიდასტურებთ, აკმაყოფილებთ თუ არა აკრძალვის ორდერის მიღების კრიტერიუმებს, სანამ გამოუსწორებელი ზიანი მოხდება.